დაგიბრუნდით ისე ძვირფას ტელემაყურებლებო და სანამ ახალციხის თეატრის იუბილეზე გავაგრძელებდეთ საუბარს, აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ხვალ 16 იანვარს არის დიდი ქართველი მსახიობის მეტრის ოთარ მეღვინე-თუხუცესის დაბადების დღე და ამ თარიღთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ნანიკო სოფიკო და ძვირფას ტელემაყურებლებს მოვახსენო, რომ ალექსანდროვის ბაღში იხსნება ძეგლი და ყველა მის შემოქმედების დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და დაესწრონ ძეგლის გახსნის ცერემონიას. მე მგონი მრავლად იქნება ადამიანები, ვინც მივლენ და დაესწრებენ სწორედ ძეგლის გახსნას. მისი თაყვანისმცემელი უნდა და არ შეიძლება დღეს ვისაუბროთ ქართულ თეატრზე და არ ვახსენოთ ბატონი ოთარის განსაკუთრებული წვლილი, იმიტომ რომ ოთარ მეღვინე-თუხუცესი იყო უდიდესი ტრაგიკოსი, ხორავა და ვასაძე და ზაქარიაძე ნამდვილად იყო, ნამდვილად და მისი მოღვაწეობა ქართულ თეატრში და კინოში ეს არის, არ ვიცი, ოქროს ასოებით ჩაიწერა, სანამ ერთ კაცმა იქნება რომ თეატრი უყარდეს ნამდვილად. თეატრში და კინოშიც. მე მისი ერთ-ერთი ბოლო ყველაზე ისეთ გახმაურებული როლი ანტიგონე თემურ ჩხეიძის, მე ვცდილობდი რომ რამდენჯერაც ითამაშებდა, იმდენჯერ მივსულიყავი და ნახე შენ სუპიკო? მე ვნახე ერთხელ სამწუხაროდ, მაგრამ ვიცი რომ ყველა სპექტაკლი სხვადასხვანაირი იყო. აბსოლუტურად ეს იყო. ის არ მეორდებოდა. აი მასტერკლასი, აი თვეში ერთხელ თამაშობდა ბოლო წლებში, მე ჯერ არ იტვირთებოდა ისე, მაგრამ აი ეს იყო რაღაცა ნიმუში როგორი უნდა იყოს არტისტი, რომ აი ესე არჩეულებრივი სპექტაკლია თემურ ჩხეიძის, მაგრამ თვითონ ბატონი ოთარი ამ სპექტაკლში იყო რაღაცა აი განუმეორებელი და თანამედროვე იყო საშუალება ყველას ვეუბნებოდი სტუდენტებს, ყველას რომ მიდით, ნახეთ რა არის ქართული. ისე მის პარტნიორები ყოლია ჩვენ სტუდიაში და მათ მოუყოლიათ თუ როგორია მასთან თამაში, როგორია მასთან ერთად რეპეტიცია, როგორია მასთან ურთიერთობა, იმის გარდა რასაც ჩვენ ხედავთ სცენაზე, თუმცა ორჯერ მეტად დიდი იყო ის, როდესაც კონდათ მათ რეპეტიცია, როდესაც სწავლობდნენ. კი, რა თქმა უნდა და ასე რომ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ ამ უდიდესი ქართველი არტისტის ძეგლის გახსნა არის ალექსანდროვის ბაღში. და ახლა უკვე გადავიდეთ ახალციხის თეატრზე, მე არ შემიძლია არ თქვა ნანიკო სოფიკო 1967 წელს, როდესაც ყოველთვის მსახიობს მით უმეტეს უნდა დედაქალაქში, ცენტრში ყოფნა, ნანა დემეტრაშვილმა თანამოაზრეთა გუნდთან ერთად, თეატრალური ინსტიტუტის ჯგუფთან ერთად შეკრიფა ჯგუფი და მთელი 4 წელი იხსენებენ მსახიობები ბატონი ასო კიკნაძე შედიოდა აუდიტორიაში და სტუდენტებს ეუბნებოდა, იცით თქვენ რა გელოდება და იცით თქვენ სად მიდიხართ, რომ ამზადებდა იმისათვის, რომ ისინი ახალციხეში წასულიყვნენ და შეექმნათ თეატრი. თუმცა აი თეატრის ისტორია უფრო ხანგრძლივია და მანამდეც არსებობდა, მაგრამ ნუ აი ქართული ეროვნულობისათვის და ქართული საქმისათვის ყოველ 67 წლიდან დაიწყო ოქროს ხანა. და დღესაც მიხარია, რომ ძალიან აქტიურ ფორმაშია და რაგანაც ვახსენე ლია სულუაშვილი მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ თეატრს ესეთ რეპერტუარი აქვს და ფესტივალებზე იმარჯვებს. მოქმედო სპექტაკლები იმართებოდა ნიკოლოზ, ხო? ხშირად და ნუ აი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვრისპირა რეგიონია მესხეთის თეატრი და აი ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, უშინდელი საღამოს ორგანიზატორი და ბატონი გიორგი კალანდე არიან დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. გთხოვთ, მოვბრძანდით. რომლებიც უფრო დეტალურად მოგვიყვებიან. დასაკვირველია გუში რა მოხდა. გამარჯობა, მადლობა. არა. მოსაყოლი მართლა ძალიან ბევრია. გამარჯობა, მადლობა და პირველ რიგში გილოცავთ. არ ვიცი რა მოგილოცოთ ახალი წელი შობა თეატრის დღე თუ ყველაფერი ჩვენ ქართული თეატრის დღე. შობა უპირველეს რა თქმა უნდა. ქალბატონი მანანა, აი მართლაც გამორჩეულია მესხეთის თეატრი, ხო? აი რატო გადაწყდა, რომ სწორედ მესხეთში აღნიშნული იყო ქართული თეატრის დღე? იმიტომ რომ იუბილე ქონდა მესხეთის თეატრის ერთი. მეორე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. იცით ალბათ მიზეზები ამისი. და ქართული თეატრი არის ის ფენომენი, რომელიც ინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ქართულ ენას, ქართულ სიტყვას და უფრო მეტად სხვა, ასე ვთქვათ, იქ არის ხალხური ანსამბლი და შემდეგ, მაგრამ თეატრს უფრო მეტად ეკისრება, უფრო მეტად ხო ეკისრება ქართული სულის შენარჩუნება. ან თავიდან რომ გადაწყვეტეთ, პირდაპირ გადაწყვეტეთ, რომ გაგეკეთებინათ თუ იყო სხვადასხვაობა, რომ მოდი გავაკეთოთ სხვადასხვაობა კულტურის სამინისტროში არ ყოფილა ეს იდეა მივაწოდე სამინისტროს და აი დაცას უყველა მომხრივანები სხვა ასთა სხვაობა არ ყოფილა, უბრალოდ თეატრის მოღვაწეთა კავშირმა ეს პრემიები გადასცა წინა დღეს, იმიტომ რომ როგორც მე ამიხსნეს მერია, რადგან თბილისში ყოფილიყო მომთესა. ანუ პრემიების გადაცემა თბილისში მოხდა. პრემიების გადაცემა თბილისში მოხდა, ორგანიზატორები
იყვნენ ხალხის მერია და მოღვაწეთა კავშირი. თუმცა ამაზე იქნებოდა რომ ეს მომხდარიყო იქ. ერთად. პირადად ჩემი აზრი ასეთია. და უფრო პომპეზურად ხალხთან პომპეზური ნამდვილად იყო, არაფერი მოგვიყვებია პომპეზურობას. ხო, გადაცემა ალბათ. გიორგი აი ხა მოგვიტანე გიორგი ერისთავის პორტრეტს ხედავ და კიდე არჩევლებია ეს ჭაღი და აფიშა ხო აი რა მასალებია ეს და როგორ მოკლედ ვიტყვი სამინისტროს ინიციატივა იყო და პირადად ქალბატონმა ანასი რომ ჩვენი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი რომელიც ჩვენს მუზეუმშია დავანებული გაგვეტანა და რეგიონის მოსახლეობისთვისაც შეგვეთავაზებინა ეს არის აბსოლუტურად სწორი როდესაც მოსახლეობა ხშირად ვერ ხვდება ხომ მოსახლეობა თუმცა სწორია რომ მათ მიუტანო ის რაც მათი კუთვნილება ეს ყველაფერი და ჩვენს მუზეუმშია ქართულ ხალხს ეკუთვნის ჩვენ წავიდეთ რამდენიმე ექსპონატი და მე ძალიან მომწონს რომ აი სიმბოლურად აქ არის გიორგი ერისთავის პორტრეტი რომ არა გიორგი ერისთავი ქართული პროფესიული თეატრი მე მათ წავს რომ ასეთ მაღალ დონეზე ვერ იქნებოდა ამასაც დავამატებ რომ გიორგი ერისთავზე ძირითადად საუბრობენ როგორც თეატრის დამაარსებელზე საუბრობენ როგორც დიდ დრამატურგზე და ასე შემდეგ დიდი საზოგადო მოღვაწე მაგრამ ეს იყო კარგი მსახიობიც გაყრაში ის თავად თამაშობდა მიკირტუმ გასპარიჩის დიახ მიკირტუმ გასპარიჩ თრდატოვის როლს და სხვათა შორის მის თანამედროვეთა მოგონებაც არსებობს რომ იმდენად კარგად ითამაშა მან სპექტაკლში რომ ერთი თვეო ქალაქი ლაპარაკობდა მის თამაშზე ამიტომ ამისთვის ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა ჩაგვეტანა დამთვალიერებლისათვის ვთქვათ ამ ყველა ფოტოს ჰქონდა თავის განმარტებითი წარწერა აქვე შევჩერდები სანამ გადახვიდოდი ამ ჭაღზე ერთი რამ რო არ თქვა არ შემიძლია 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გიორგი ერისთავის საფლავი დარჩა საზღვრის მიღმა სამწუხაროდ ის ქვა რომელიც მის საფლავზე იდო არის გადაადგილებული ჩვენ თუ აი დღეს ხვალ არ მივიღეთ რაიმე ზომები შეიძლება დავკარგოთ სამუდამოდ გიორგი ერისთავის საფლავი იმიტომ რომ ერთადერთი კაცია იქაური მუზეუმის დირექტორი რომელსაც ახსოვს აი დაახლოებით გეოგრაფიულად სად არის საფლავი და აი რა უნდა ვქნათ არ ვიცი მასუკ იქნაძემას წამოიწყო ეს ინიციატივა და აუცილებლად უნდა მივხედოთ ამას ნუ რთული რამდენი ძალიან რთული იქნება რა არა უდიდესი მე ვიტყოდი რომ აი წინასამაკონის ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ნახევარი გეთანხმები მაგრამ ცოტა რთულად მესახება ეს პრობლემა რა მაგრამ ალბათ მოგვარებადი იქნება თუ იქნება შესაბამისი სურვილი და ჭაღი ძალიან მოკლედ ვიტყვი ჭაღსაც ეს არის პირველი ქართული თეატრის ჭაღი ის იყო ტონა ნახევარი გამოიწერა ვორონცოვმა მარსელიდან თამამშევის თანხით იცით რომ თამამშევმა ააშენა ქართული თეატრი იმდენად დიდი იყო რომ 12 ყუთში ჩადეს მოვიდა გემით ფოთამდე და ქართველებმა გადმოტვირთვეს ეს 12 ყუთი და წამოიღეს ურმებით მაგრამ აქ ქართულმა ხასიათმა იჩინა თავი არ მიაქციეს ყურადღება და ჭაღი დაიმსხვრა. ამიტომ ხელმეორედ მოუწია საწყალ თამამშეს თანხის გადახდა და აი მეორეჯერ იქნა ნაკიდი ეს. და მე ურმით აღარ წამოიღეს, ხელით წამოიღეს. მე ურმაკანა გამოიგონეს და ხელით წამოიღეს. ასე რომ აი მე მიხარია რომ სამინისტრომ ჩვენ მოგცა საშუალება და სხვათა შორის ის უნდა აღნიშნოთ რომ ქალბატონ მანას და სამინისტრო ძალიან ხშირი მხარდაჭერი ჩვენ ვახერხებთ რეგიონებში ჩვენი კოლექციების გატანას და ეს თეატრის პოპულარიზაციასაც, მუზეუმის პოპულარიზაციასაც. თვითონ რეგიონებში ადგილობრივი ძალიან ბევრი მოდის ამის ანახავად, მათ უხარიათ მოსწონთ ეს ფაქტი? დიახ. ნუ დამთვალიერებელი მე საერთოდ ეხლა აი ახთოვანებული კი არა. დავდივარ ხშირად რეგიონებში, იცინანიკო შენ და პირველ ახალციხეში ნამდვილად ვიყავე ეს სპექტაკლი, თქვათ პირველად წინა დღეს ვითამაშეთ სპექტაკლი და გუშინ იყო საღამ მე ასეთი მაყურებელი ძალიან დიდი ხანი არ მინახავს. აი მაყურებელი პირველი არ არის, იცი? ასეთი სწორი რეაქცია, ასეთი თეატრალი მაყურებელი, ასეთი აღზრდილი მაყურებელი. მე აი თბილისშიც არ ეწყინება ალბათ ჩემ ქალაქს, იშვიათად მინახავს. და ძალიან დიდი ხანია როცა სპექტაკლი მთავრდება ხოლმე და მოწონს მაყურებელს, მაგრამ ძალიან სწრაფად დაუკრავენ ტაშს და ყველა კაცი უბრუნდება ყველა თავის ხოლმე. აი ეს ხანგრძლივი ტაში, როდესაც გაყინულ დარბაზში მაყურებელს არ ეჩქარება, იმიტომ რომ რაღაც სულიერი საზრდო მიიღო, მე დიდი ხანია და გუშინ იმდენი მადლობა უხადე ახალციხის მაყურებელს და დღესაც მინდა ეთერით გავიმეორო, რომ ეს რა თქმა უნდა თეატრის დამსახურებაა პირველ რიგში.
იმიტომ რომ არის რეგიონები, სადაც ვერ ხვდებიან რა არის თეატრი. არიციან უბრალოდ. არიციან, როგორ უნდა მოიქცნენ თეატრში, ასეთიც ხდება. ამდენად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიდეთ თბილისიდან, არ შეიძლება ერთი თბილისი იყოს თავკომბალა და სხვაგან და დადიან ჩვენი თეატრი. მაგრამ ფალტონმა ჩვენ წინა ბლოკში ლაპარაკობდით, საუბრობთ ამ შესახებ, ალბათ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება თქვენ ახსენეთ ციოდა დარბაზშიო. იქ რომ სითბო ყოფილიყო ალბათ უკეთესი იქნებოდა. ზოგ თეატრის სცენა არ აქვს არაფერზე დარბაზში. ხნის დაგროვილი პრობლემებია. ეხლა მე ვერავინ ვერ დამწამებს ამ ქვეყანაზე ალბათ რომ მე ეხლა მუშაობ სამინისტროში და არ დაინტერესებული თეატრების კეთილდღეობით. ეხლა ეს გამორიცხულია. თქვენზე არ არის ზოგადად პოლიტიკაზე. არა, ჩვენზეა ნამდვილად ბევრი რამე და ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ მოვაწესრიგოთ. ძალიან ბევრი რამე მოვაწესრიგეთ. აი პირდაპირ შემიძლია ვიტრაბა ხო, ძალიან ბევრი რამე. ნუ ალბათ არ ყვირივართ ამაზე, ალბათ საჭიროა რომ ყოველდღე აი ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენს გავაკეთეთ. არა, თვითონ რეჟისორებმა არ იქნება ცუდი რომ გავიგოთ, იმიტომ რომ ძირითადად გვესმის მარტო პრობლემა მანანა. ხო, ნუ ცუდია ეს ჩვენი ერის თვისებაა, ნანიკო. რო ცუდზე გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, დავათვალთ, მაგრამ არა უშავს გამოჭამტელდებით. ეხლა ახალციხის თეატრად შეეხება. დაიწყო მოლაპარაკება იმაზე, რომ დაიწყება ამ რამდენიმე წლის ან 3 წელზეა გაწერილი და სხვა არა მარტო ახალციხის თეატრის პრობლემები, რომ 3 წლის და ძალიან რთული რაც არის 5 წლის ვადაში ეს პრობლემები ალაგდეს. ანუ რეკონსტრუქცია, თქვა, კომუნიკაციის გაყვანა, ყველაფერი თავიდან ბოლომდე. გადახურვით დაიწყება, იცი რამდენი პრობლემაა, ეხლა მაგალითად კონკრეტულად ახალციხეში გადასახურია თეატრი. წყალკანალიზაცია არაფერი არ არის მდგომარეობაში. თავიდან არის ჩავთეთ 4 დღე იყო ჩართული გათბობა, მაგრამ ის მუდმივად თუ არ იქნა ჩართული. ხდები არ ეყოფა ნამდვილად ამდენი წლის გაყინულს. ჩვენ ვესაუბრეთ გუშინ საგრებულოს თავმჯდომარეს გუბერნატორსაც ყველა ძალიან ასეთ ჩვენ მინისტრიც იქ იყო და ეტაპობრივად ნელ-ნელა ჩვენ დავიწყებთ რომ ხალხთან მე ამ შემთხვევაში გულისხმობ აი გოჩა სოხუმის თეატრია. ახალციხის ახალციხის ცხინვალის თეატრი. ცხინვალის თეატრი, რომელმაც თქვა რომ ღიაცის ქვეშ მართავს წარმოდგენებს. თოჯინების თეატრი, რომელსაც არ არის თავის სახში დაბრუნება, ბევრი პრობლემაა ძალიან. აი თოჯინების თეატრის შენობა ჩათვალეთ რომ არ არსებობს. მორჩა? არა, ნუ არ მორჩა, მაგრამ მე არ ვიცი ხა რამდენი მილიონი უნდა იმას რომ ის შენობა თან იცით რა არაჩვეულებრივი შენობა. ისინი არიან ეხლა მუზაში, ბერძენიშვილის სახელობის ცენტრში. პირველი რიგის თემები არის ეს, სწორედ თქვენ ახსენეთ თოჯინების თეატრი, ჩვენ გუშინ პრეზენტაციაზეც კი სადაც ქართული თეატრის წარმატებები ქონდა და შემდეგ პირდაპირ გამოვიტანე დანგრეული თოჯინების თეატრის შენობის ფოტო. იმიტომ რომ ჩვენ ეს გვახსოვს ნამდვილად და ეს იმდენად რთულია თოჯი, აი საიდან დავიწყოთ არ ვიცით ხდები. არ კარგია თუ კი ამაზე მართლა ფიქრობ და თუ კი არის გეგმა მინიმუმი როგორ შეიძლება ეშოვოს ამ ხარჯზე ვერ დავიფიცებ, მაგრამ ის რომ ყველა ნიკამაც იცის ეს რომ ქართული თეატრის პრობლემატიკა დევს ჩვენს წინ და მუშაობა მიდის მუდმივად ამაზე. ძალიან კარგი. უბრალოდ ძალიან ბევრია და ძალიან დიდი ხნის დაგროვილი პრობლემებია. ყველა ქალაქში ნანიკო ესეთი საოცარი პრობლემებია ყველა ქალაქში. არ ვიცი, აგერ ზუგდიდის თეატრში რეჟისორი ჩამოვარდა, ჩავარდა იატაკი ჩაინგრაო. ზუგდიდის თეატრში ინმა გამყინვარებაში ვითამაშეთ სპექტაკლი, მე დამართ ჩემი სპექტაკლი, დამყავს ეს არტისტები, ბევრმა ფილტვების ანცები ნამდვილად, მაგრამ სხვას მე ვერ დავავალდებულებ, მე და ამიტომ დაკავს შენი. ხო და ნუ გამყინვარებაში და ჩვენ რაღაცა ჩაგვირთეს იქ მაშინ საგრებულოში. გამათრობელი. მე არ ვიცი როგორ გაცნო მაყურებელმა დარბაზში. ოზურგეთის თეატრში ვიყავი და ნუ ისე გავიყენე, აღარც მახსოვდა რაზე ვიყავი. ლურჯი გამოვედი. ეს ძველი შენობები არის უსახური კომუნისტების აშენებული. ფუნდამენტურად აშენებული სქელი კედლებით. ათბობა იყო. უგუნებდა ფული ეს არ ღირდა რა აენახულებოდა და წარმოუდგენელია ყველა. ხალხთანმანე თუ არის რაღაცა კონკრეტული ან გეგმა მონახაზი როგორ თუ ასე სპონტანურად ხდება ამის სადაც ჩაინგრევა და კაცი ჩამოვარდება. ასე იყო ჩვენ რომ მოვედით აი სპონტანურად თავიდან ვეხმარებოდით მართლაც ჩაინგრევა და ეხლა უკვე შემუშავდა გეგმა
თეატრების პრობლემატიკის სტრატეგია და აქ არა მარტო კულტურის სამინისტრო არ არის. აქ მეგონი ბევრი ადამიანი აქ არის ესე იგი შეიქმნა მთელი უზარმაზარი ასე ვთქვათ. სახელმწიფოს ნება არის ალბათ. ნება და დავიწყეთ უკვე ამ ნელ-ნელა აი ამ პრობლემებთან იცი რა არის ალაგებას ვერ ვიტყვი ბრძოლა. აი ხა უახლოესი რა იქნება რომელ თეატრს ექნება ჭერი მე ძალიან შემწუხდი ხარ უახლოესი არის ახალციხის თეატრი ზუგდიდის თეატრთან ძალიან დიდი მოლაპარაკებებია ეხლა და ვფიქრობ რომ წარმატებით დასრულდა და ჩვენი უცხოელი პარტნიორები იღებენ ამას თავის თავზე ნუ თოჯინების თეატრთან თავის და პირველი რიგის სამუშაო. აი ბიუჯეტში არის რაღაც თანხები გათვალისწინებული. ჩემო ძვირფასო. თბილისშიც კი? თბილისშიც თქვენ რა მე მუშაობ მუსიკისა და დრამის თეატრში. ყინავს კაცო თეატრში. არა ჩვენთან თეატრში ხლა ეს არ ყინავს თქვათ ასეთი პრობლემა არა გვაქვს მაგრამ თელ შენობაში კი პატარა ადგილია. 100 კაციანი დარბაზი გვაქვს. სულ ანშლაგებით წავიდეს სპექტაკლი ეს ვერ შველის თეატრს იმიტომ რომ შენობა არის უზარმაზარი. ამ შენობას უნდა შენახვა სცენა არ არის გაკეთებული და დამთავრებული და მოდის ეს 100 კაცი კი ბატონო მაგრამ ეს არა ამინც არ ქმნის თეატრისთვის გამიგეთ თბილისის თეატრებშიც არის თუმცა მე მაინც ვფიქრობ ალბათ რა კი თეატრთან ურთიერთობას ბავშვი იწყებს პირველი თოჯინების თეატრიდან მანანა ალბათ უმთავრესი პრობლემა არის თოჯინების მე წილად მოგვარდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მოზარდში კი ნამდვილად მიუხედავად იმისა რომ ახალი სცენა გაიხსნა მაგ ახლა იმიტომ რომ სპექტაკლი გავაკეთე იქ სამ სცენაზე დღეში სამი სპექტაკლი გადის მე არ ვიცი მე ასეთი მირობა და დასწრებას როგორც ვიცი არის კარგად ადგილს ვერ იშო იცინიან მსახიობები რომ დილით კომბოსტოს თამაშობ შუადღით ხაზ და საღამოს რომლესულეთას იცინიან მაგრამ ნუ ძალიან ძიმეა მათ რეგიონებშიც დადიან ანუ გააქვთ თავის სპექტაკლები მუდმივად გიორგი მე რა მინდა თქვა იცი რომ ხა ამ ნოტაზე რო არ ჩვენ ვისაუბროთ სულ იმიტომ რომ ქართული თეატრის დღე არის ახალწლიდან შემდეგ და პრობლემა ბევრი გვაქვს თავისთავად მაგრამ ძალიან წარმატებულია ჩვენი თეატრი მე გუშინიკ ამეკიდა ქართული თეატრის ორი ან ბოლო 2 წლის ასე ვთქვათ ანგარიში და წარმატებები და მე თვითონ დავრჩი ცოტა შოკირებული როდესაც არ ველოდი ამდენ საერთოდ ამდენ საერთაშორისო აღიარებას ამდენ საერთაშორისო ჯილდოს ამდენ პრემიერას ახალციხის თეატრმა წელს გამოუშვა 10 პრემიერა 10 აი ამ პირობებში ბრავო მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მე მგონი 26 არ ხუმრობ ძალიან ბევრია ანუ აი თეატრები ძალიან წარმატებულად მუშაობენ და ჩვენ უნდა მივეხმაროთ არა ეს ტენდენცია ამ ბოლო დროს შეინიშნება ესე არ იყო ხო მონენა არა ნამდვილად ამ ბოლო დროს შეინიშნება ჩვენ ის უნდა მივეხმაროთ მე და თქვენ მე გავსაგებია ხო რითი უნდა მივეხმარო ამაზე ბევრი ვისაუბრე და ჩვენ ვიარეთ აუცილებლად ტელევიზიებმა ყველა ტელევიზია აი მაგალითად პოლიტიკური თემა დღეში 280 ჯერ შუქდება ყველა მაინც იყოს თეატრი სამჯერ მაინც იყოს მაყურებელს ვერ აღზრდით ჩვენ ასე თუ არ მივაწოდებთ გუშინ როდესაც გამოვიდა კახი გივი და გიზო შორდანია სცენაზე სამი ისეთი ადამიანი ჩამოთვალე ეს ვარჯიში გამოუვიდა მაყურებელს აი რამდენჯერად დაფეხდა და დაჯდა არ ვიცი ანუ რატო ვამბობ იცი ამას თუ აჩვენებ რაღაც ინტერესს გაუღვივებ ამითიც კი არამც თუ არანაირი გადაცემა არ არსებობს თეატრში კინოს არა აქვს ჩვენ ვცდილობთ ყოველ ხუთშაბათს ვილაპარაკოთ მაგრამ მაინც მან მიუხედავად ამისა ხალხი მაინც დადის თეატრში მიუხედავად იმისა რომ პრობლემა დასწრების ნამდვილად არ არის პრობლემა დასწრების მაგრამ მეტი პოპულარიზაციისთვის აი ეს მიხმარება ნამდვილად ჭირდება ნამდვილად გეთანხმები გიორგი მესამე ექსპონატზე ორი სიტყვა ორი ცნება სამშობლო და გამარჯვება კი ბატონო მესამე ექსპონატზე ვიტყვი ერთ რამეს დავამატებ რომ აი ახალციხის თეატრს ჰქონდა 10 პრემიერა
ყველაფერი ამ ქვეყანაზე არის წარმავალი. მე როგორც მუზეუმის დირექტორი, ვიცი რომ ერთადერთი მუდმივი არის მუზეუმი და იქ დავანებული საგანძური და ისტორია. ამიტომ ესეთი ცოცხალი როცა არის, მე მინდა ყველა თეატრს მივმართო, რომ თქვენს მიერ შექმნილი ნამუშევრები თუ გინდათ იყოს უკდავყოფილი, აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ხელოვნების ხელოვნების სასახლეში უნდა გამოაგზავნოთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რომ გიორგი გიორგიერის თავით ვამაყობთ, ამ აფიშებით ვამაყობთ, ამ ჭაღებით და ასე ეს ყველაფერი იმიტომ რომ არის ჩვენს მუზეუმში შემონახული ისტორიისა. და ამას გარდა თუ მიიტანთ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება რომ იხილოს და ამ ყველაფერთან შეერთდეს. მე მაქვს შენახული. თქვენ რო გაქვთ შენახული, აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთანაც. იცით ერთი ჩემი კაბა სად ინახება? უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმში კიდია ბატონი უშანგის კოსტიუმების გვერდზე ჩემი კაბა. ნინიკოს აჩვენა. ესე კი არა. რაღაც თეატრის შოუს კოსტიუმი ნინიკომ წაიღო და ჩამოყო. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ეს არის პირველი ქართული თეატრალური afisha, პირველი ქართული თეატრალური afisha 1850 წლის 2 იანვარს გაკეთებული და პირველი ქართული afisha იყო სამ ენაზე შედგენილი. ქართულად, ფრანგულად და რუსულად. რაც მიუთითებს იმდროინდელი მოსახლეობის გემოვნებაზე, ეკლექტიკაზე. მაგრამ ასევე afisha რამდენად შეიძლება უწოდოთ, იყო შაური 2 გაბრიელ მაიორი, ეს არ სლოგანი იყო თუ მოსწოდოთ. საერთოდ აი გაყრის ერთ-ერთ afisha-ზე ეწერა ასეთი რამ. ქალები იხდებიან ცალკე, მამაკაცები ცალკე, იმიტომ რომ ოდესაც თეატრში ქრებოდა შუქი, იყო ხოლმე შემთხვევებსაც მამაკაცები აწუხებდნენ ქალბატონებს. ამიტომ შემდეგ ქართულ თეატრში ცალკე ანუ ნანიკო ფრანგულ ენასთან ერთად ხელისაწვდომის ცალკე გამოიყო. საოცრად ეს არ ვიცოდი მე ეს დეტალი მართლა პირველად გავიგე, მადლობა ინფორმაციისთვის. და ხო, თქვენი კოსტიუმები სალომეას. მე მაქვს სახლში ჩემი. მე მოვიპარე, მოდი, აი ცოდვა აღიძრეს ძალიან ბევრი აღიარება მაგახარება. მე მოვიპარე ის კოსტიუმი და სახლში მაქვს. ამიტომ ეხლა თუ გინდათ რომ ამ მოპარვაზე არ დაგეკისროთ პასუხისმგებლობა. მართლა უნიკალური კოსტიუმი მაქვს ოპერის ყველაზე საუკეთესო მკერავებმა შემიკეთეს. ეს არ მეპარება და ეს აუცილებლად ეხლა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ქართული თეატრი ეკუთვნის ქართულ ხალხს. ამიტომ ეს რაც იქნებოდა აუცილებლად უნდა ნახოს ჩვენმა დამთვალიერებლად. თუ გადიხართ ალბათ გიორგი. ყოველ კვირას აქვს ხონი ძიება უგაღარ შეგვიძლია. კარგია. და აქვე ნანიკო ჩვენ უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი ახსენეთ და რამდენიმე დღის წინ ჯიფას ტელემაყურებლებო საოცარ ქალბატონს ნინიკო ჩხეიძე შეუსრულდა 80 ქალბატონო ნინიკო დიოდა მე ნინიკოს აჩქარი ბეჭედი მაგ და მიყვარს ის ბეჭედი ქალბატონო ნინიკო და ძალიან ხშირად ვატარებ. დიდი მადლობა ამისათვის. და პირველად უნდა თქვა მადლობა მარინა ბერიკაშვილს მე რომ ვლაპარაკობ დღეს რომ მის დამსახურებაა. არა მაგრამ ჩვენ სულ ყველა მე მგონი. მე არა მხოლოდ მე ვარ გამონაკლისი დიდი მადლობა მე და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედრით. გალბატონი მანანა იმის გარდა რომ მინისტრის მოადგილე და თეატრზე ზრუნავს საუკეთესო მეტყველების პედაგოგია. პედაგოგი ხო? მოიცალე რა მეტყველების სწავლები. კი რეკლამა. სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. რა გველოდეთ?